პასიურობა დაარქვეს ერთი წუთი მომისმინე რა მე რო შენახა დედა შეგაგინო რას ის არ დაგარწავ ზუსტად არა მინდა აბორტი უნდა გაეკეთებინა რას ლაპარაკობ ნუ მისვათ რა არა როგორ რატო არა მე არც აი ერთი წუთი აი ნახე ვინმე ფიზიკური შეურაცხყოფა აი მართლმადიდებელ შრომთა კავშირის წევრი იყო რო იცი ვინ იყო რა გვარი ვინაა და არ არის ვინ იყო საჭირო გადამიღო კიდეც მამა არ ვიცი გადავიღო კამერი და კამერაში და კამერით გადაღება შეურაცხყოფა არ მიჩვენს რომ შეურაცხყოფა კამერით რომ იღებ და მითხრა რომ შეხვილი შენ დაუჭერე გეწკინა ხო მე ღვთისმშობელი შემიგინეს კაცო და შეხარ სირცხვილი ეს მე რა შუაში ვარ მე რო დედა შემაგინო დედის გინებას გავ ჩუშობი რატო ატურა ჩხუბი ვინ ატურა არ გას გეკითხები ჩხუბი რატო ატურა საფოსო რატო შეიკიდე ეს იყო პროვოკაცია მოწყობილი პროვოკაცია იყო კავკასიის მიერ ჩვენი ბიჭები იჯდნენ ყველა შიგნით ვიყავ თქვენი ბიჭი აბა მაშინ მოდი წავოდი მაშინ წავოდი აი ნახე თქვენ ეს არ გიცხოვთ დააზე ხილი ჩხუბი მინდა ის ხელი დაადეიბას ერთაბას რა მოწია ეს მოწია აი ყველამ ჩაიწერ ერთი წუთი რა ამ ეს აძლევდა ფულებას რომ დაერხა მე დავინახე რექტორის უპასუხისმგებლო ქმედებებმა უპასუხისმგებლო განცხადებებმა დააპირისპირა ინსტიტუტში უბაში ბიჭები ერთმანეთს დაერიან აქ ნახე ქვეყანა გაიყო ეს კაცი არ შეიძლება რომ იყოს ხელმძღვანელი ინსტიტუტის თქვენ რა თქმა უნდა გაგვაქვს გამოხატვის უფლება მაგრამ ძალადობის უფლება არავის არ აქვს ძალადობის უფლება ინსტიტუტის რექტორი ვალდებულია უზრუნველყოს შვიდობიანი სწავლის პროცესი უნივერსიტეტში და მისი უპასუხისმგებლო ქმედებებისა და განცხადებების გამო ქვეყანა გაიყო ორად